არ ვიცი ნახეთ თუ არა Foxy Elenico-ს აი ეს ვიდეო. არ ვიცი იცით თუ არა ეგ ამბავი 13 წლის წინ დაკარგულ ბავშვზე, რომელზეც დღემდე არაფერი არ ისმის, რომლის გასარკვევადაც არავინ არაფერს არ აკეთებს, რატომღაც. მაგრამ მეც დღეს ვიყენებ ჩემს ასე ვთქვათ ინფლუენსერულ რესურსებს, რომ გავავრცელო ეს ამბავი და რომ რაც შეიძლება მალე დავეხმაროთ დედას, რომელიც სიმართლისთვის უკვე ამდენი ხანია იბრძვის. ყველა ქალში არის ეს რაღაც დედობრივი ინსტინქტი, მაგრამ როცა დედა ხდები ადამიანი, მერე ეს განსაკუთრებით მძაფრდება. თითქოს ყველა დედაში რაღაცნაირად ეს ჩაშენებულია შინაგანი ემპათია, რომელიც სხვა დედების მიმართ გვაქვს და როცა სხვა დედას აქვს გასაჭირი, ძალიან ახლოს გრძნობთ სხვა დედებით. სიმართლე გითხრათ ამ ამბავს დიდი ხნის განმავლობაში თავს ვარიდებდი, იმიტომ რომ მსგავსი რაღაცები ჩემზე ძალიან მოქმედებს და შემდეგ ისე ვიტრგუნები, რომ დღეები და კვირები მიმყვება ხოლმე ეგ ემოცია, საკუთარი თავისთვის და საკუთარი მენტალური ჯანმრთელობისთვის თავს ვარიდებ ხოლმე. განსაკუთრებით ამ ბოლო დროს, იმიტომ რომ საქართველოში ყოველდღე უფრო და უფრო მძიმე ინფორმაციები მიხვდება და კარგი აღარაფერი ხდება, მე მგონი. Foxy Elenico-ს მინდა გადავხადო ძალიან დიდი მადლობა. Elenico, შენ ქვეყნისთვის გაქვს ძალიან დიდი ღვაწლი. ყოველთვის სწორი პოზიცია გაქვს და ყოველთვის სიმართლის მხარეს ხარ ხოლმე. პირველ რიგში რაც მინდა გითხრა ის არის, რომ ხარ ძალიან მამაცი. მინდა რომ ყოველთვის კარგად და ყოველთვის უსაფრთხოდ იყო. მე რა რომ ჩემი კონტენტი ასეთი არ არის, მე მაინც მინდა ჩემი პლატფორმა კარგისთვის გამოვიყენო და ვიყენებ ხოლმე, ასე რომ დღესაც როგორც შემიძლია ვავრცელებ ამ ინფორმაციას და ჩემი წვრილი შემაქვს ამ ამბავში. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი გაირკვევა და ყველაფერი კარგად დასრულდება და სიმართლე იზეიმებს, განსაკუთრებით აი ამ საზუსტარკვეთილი დედისთვის, რომელიც უკვე 13 წელია სიმართლისთვის იბრძვის. Elenico-მ როგორც ვიცი ძალიან ბევრი რაღაც მოაბილიზა ადვოკატებთან მისვლამდე. ჩვენ ერთადერთი ეს დაგვრჩენია, რომ რაც შეიძლება გავავრცელოთ ის ინფორმაცია, ყველა ვიდეო, ყველა პოსტი ამ თემასთან დაკავშირებით, რომ რაც შეიძლება მასშტაბური გახდეს ეს ყველაფერი, იმედი მაქვს ძალიან მალე გავიგებთ სიმართლეს.